გამარჯობა. Როგორ შევქმნათ ავტომატურად შიტები რიღების მიმდევრობით. მოდით ვნახოთ ეს ერთი საინტერესო ამოცანა, რომელიც ჩემი ტრენინგის მონაწილეს დაინტერესა. მე გიორგი ვარდათუკიშვილი და თქვენ ყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. დავწეროთ თარიღი და მოდით შევავსოთ თარიღები, მაგალითად ავიღოთ მარტის თარიღები, რომელიც იქნება ჩემ შემთხვევაში 3/1/2026. და ეს თარიღები ჩამოვწეროთ ქვემოთ, რომელიც არის მაგალითად მარტის შემთხვევაში. აქვე გეტყვით, რომ რადგან თარიღში არის დახრილი ხაზი, ის შეუძლებელია, რომ იყოს შიტის სათაური, იმიტომ რომ მაგალითად ესეთი ფორმით, რომ 3 დახრილი ხაზი და აი როგორც ხედავთ, დახრილი ხაზი არ იწერება. თუმცა ტირე რო ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ უფრო გავამარტივოთ პროცესი კიდევ და გავაკეთოთ ტექსტური ვერსია. და ავიღოთ მაგალითად ფორმატი ფაილით ფუნქციის გამოყენება ტექსტის. და აი ამ შემთხვევაში მივუთითოთ, რომ ფორმატი უნდა გქონდეს შემდეგნაირი. მაგალითად, ჯერ მივიღოთ, რომ ეს არის დღე, ანუ 2 დ დავწეროთ, შემდეგ დავწეროთ space და შემდეგ 3 მ დავწეროთ და ამის შემდეგ დავხუროთ ბჭყალი. და ნახეთ, მივიღეთ 01 მარტი, 02 მარტი, 03 მარტი და ასე შემდეგ. ნუ ცხადია რაღაცა ფორმატი უნდა შევარჩიოთ, შეიძლება ტირეც იყოს მათ შორის თუ საჭირო და ასე შემდეგ. აი ამის შემდეგ იწყება ძალიან საინტერესო დეტალი. შევდივართ insert menu-ში და ვაწვევით pivot tables. ვაძლევთ OK-ს და უკვე ეს კონკრეტული ტექსტები განმოგვაქვს ფილტრში. და ფილტრის შემთხვევის მიხედვით ვაძლევთ ბრძანებას options, სადაც ვეუბნებით show report filter pages. და ტექსტი, როგორც გახსოვთ, იყო ჩაგდებული ფილტრში, ვაწვევით OK-ს და ნახეთ, დაიწყო შექმნა და გააკეთა პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ ავტომატურად შეგვიქმნა ყველა თარიღისათვის შესაბამისი შიტი. და თუ ამ შიტებზე გვინდა რომ გქონდეს რაიმე ერთნაირი სტრუქტურა, მაშინ შეგვიძლია მარტივად მოდით ჯერ პირველ რიგში წავშალოთ ის შიტი, რომელიც აღარ გვჭირდება. ანუ ამ შემთხვევაში ეს შიტი გახლავთ აი ეს მესამე შიტი, აღარ გვინდა, ასევე აღარ გვინდა ეს კონკრეტული შიტიც და სხვა დანარჩენ შიტებს მივცეთ ბრძანებას select all. შემდეგ წავშალოთ პირველი, ასე ვთქვათ, მონაცემი, რომელიც აქ გვაქვს ესეთი ფორმით. clear ბრძანებაში clear all არ დაგავიწყდეთ, რომ იმისთვის რომ ყველა შიტი აბსოლუტურად გასუფთავდეს და შიგნით პივოტის კვალი არსად აღარ ჩარჩეს. და უკვე როდესაც select all გაქვთ აღებული, შეგვიძლია ნებისმიერი ცხრილი მონიშნოთ, მაგალითად მიცეთ ესეთი ფორმა, აქ დავუშვათ უთხრათ, რომ ეს არის merge and center, სათაურში ჩაუწეროთ მადლობა შეკითხვისათვის და შესაბამისად ნახავთ, რომ ყველა ასე ვთქვათ, აი იმ შიტზე რაც აქ გავაკეთეთ, ეს მონაცემი სხვა დანარჩენ შიტებზე ავტომატურად არ ჩაჯდა. მაგრამ თუ გვექნებოდა select all და დავუშვათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მივცემდით რაღაცა ფერს, მაგალითად აი ესეთი ფორმის ფერს ჩავასხავთ, მაშინ ვნახავთ, რომ ფორმატირებას კი ყველა შიტზე გადაიტანს. ამიტომ ცხრილი ყველა ვარიანტში თუ უნდა გავაკეთოთ, მერე ყველა ვარიანტში ეს უნდა მონიშნოთ, მისცეთ copy და ყოველ შემდეგ შიტზე თქვენ თვითონ უნდა ჩააკოპიროთ ეს ცხრილის მონაცემები. ეს არის და ეს და ძალიან ვფიქრობ საინტერესო იყო უცბად გაკეთება ამ ყოველი შიტის და მადლობა ამ შეკითხვისთვის. მე მოვალ შეხვედრამდე გელოდებით ჩემს ტრენინგებზე.